მენტალური პრობლემების სამკურნალო დაწესებულებების სიმცირე და პაციენტებისთვის საჭირო ადგილების მუდმივი დეფიციტი. ბოლო წლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე საპასუხოდ ჯანდაცვის სექტორი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. უახლოეს მომავალში თბილისში ახალი სამედიცინო დაწესებულება მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ამოქმედდება. შენობის ინფრასტრუქტურით აღჭურვა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე პერსონალის შერჩევა გადამზადება მიმდინარეობს. აქცენტი ექნების კვალიფიკაციაზე კეთდება, რადგან მათ მუშაობა განსაკუთრებით რთული დიაგნოზის მქონე პაციენტებთან მოუწევთ. რამდენად სერიოზულად დგას ქვეყანაში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და რა სახის სერვისებს შესთავაზებს ახალი კლინიკა პაციენტებს. დევნა მაჭარაშვილი გიამბობთ. მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გახსნისთვის ემზადება. დასრულებულია შენობის აღჭურვა და მიმდინარეობს პერსონალის შერჩევა გადამზადება. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი განმარტავს, უკვე იწყება ლიცენზიის მიღებისთვის საჭირო პროცედურები და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, აპრილ-მაისიდან პაციენტების მიღება დაიწყება. კლინიკა გათვლილია 130 საწოლზე და მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: მწვავე ფსიქიკური აშლილობების მკურნალობას, ორმაგი დიაგნოზებისა და წამალდამოკიდებულების მართვას, სარეაბილიტაციო სექტორს, ასევე ამბულატორიულ განყოფილებასა და დღის ცენტრს. ეს ნიშნავს, რომ მომსახურება მოიცავს როგორც სტაციონარულ, ისე გეგმიურ და ამბულატორიულ დახმარებას. მოცემულ ეტაპზე ჩვენ განსაზღვრული გვაქვს სულ 130 საწოლი კლინიკაში, რომელიც გაიყოფა 4 ძირითად სექტორად. ეს არის მწვავე ფსიქიკური აშლილობის მკურნალობის განყოფილება, ეს იქნება ორმაგი ნოზოლოგიის, ორმაგი დიაგნოზების, როდესაც გვაქვს ფსიქიკური აშლილობა და წამალდამოკიდებულება. ერთდროულად ეს იქნება წამალდამოკიდებულების მართვის განყოფილება და სარეაბილიტაციო სექტორი, ასე ვთქვათ, სადაც მოხდება ისეთი ტიპის პაციენტების მომსახურება, რომლებიც ამ განყოფილებებში მოთავსების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, თუმცა გარკვეული დროით სჭირდებათ სტაციონარული მკურნალობა და ინტენსიური რეაბილიტაცია. სპეციალისტების თქმით, მენტალური ჯანმრთელობის სერვისებზე მოთხოვნა ქვეყანაში სულ უფრო იზრდება. ცხოვრების სწრაფი ტემპი, სტრესი და სოციალური გამოწვევები გავლენას ახდენს მოსახლეობის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. დღეს არსებული საწოლების რაოდენობა განსაკუთრებით თბილისში ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. სწორედ ამიტომ ახალი კლინიკის გახსნა მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს დატვირთვას და მეტ პაციენტს მისცემს დროული დახმარების მიღების შესაძლებლობას. სპეციალისტები ქვეყანაში ექთნების დეფიციტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროზეც აისახება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება უნივერსიტეტის, როგორც კლინიკური ბაზის მფლობელისა და საგანმანათლებლო ცენტრის როლი, რომელიც უზრუნველყოფს კადრების მომზადებას, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და უფრო მყარად ვდგევართ ფეხზე მაგ იმ კუთხით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი დეპარტამენტები, ანუ კათედრები, სადაც მუშაობენ არა მხოლოდ კარგი ექიმები, არამედ კარგი მასწავლებლებიც. ეს არის ჩვენი აკადემიური პერსონალი, პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ პროფესორები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს მიმართულება, ის რომ ეს ჩვენი კლინიკური ბაზა არის, იმ კუთხითაც რომ აქ მოხდება სტუდენტების გაზრდა, აქ მოხდება რეზიდენტების გაზრდა, რომლებიც იქნებიან ჩვენი ექიმების ჩამონაცვლებლები გარკვეული წლების მერე. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ექთნების გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას ეხება. შერჩეული კადრები სხვადასხვა კატეგორიად მათი უნარებისა და გამოცდილების მიხედვით გადანაწილდებიან და ჩაერთვებიან ახალი, ინოვაციური საექთნო სერვისების ჩამოყალიბებაში. ჩვენი აპლიკანტების სრულყოფილი ინფორმირებისთვის ფორმატი გახლავთ შესაჩევი ცოტა უფრო განსხვავებული. პირველი ეტაპი გახლავთ სკრინინგი, შემდგომი ეტაპი არის წარდგენა პროექტის, ინფორმირება ჩვენი აპლიკანტების და საბაზისო ტესტირება. მომდევნო ეტაპები, რა თქმა უნდა, ინტერვიურებას გულისხმობს და უკვე გადამზადებას სპეციფიური კლინიკური მიმართულებების მიხედვით. მე ბედნიერი ვარ, კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, სიამაყით თქვა, რომ ეს არის ახალი ერა მენტალური და ფსიქიატრიული საექნო სერვისების ჩამოყალიბებაში. ექნების გაერთიანებამ შესაძლებლობა მოგცა ის, რომ შეირჩეს ის კანდიდატები, რომელიც ამ ჩვენ ახალ კლინიკას დააკმაყოფილებს და თანმზარ
მილიარდი ესეთი პროფესიული განვითარების კუთხით გარკვეული შედეგები აქვთ უკვე ამ ასოციაციას და აქედან გამომდინარე ძალიან გვინდა რომ აი ესეთი მაღალ პროფესიული განვითარების კადრებით დაკომპლექტდეს ჩვენი კლინიკა. ხარული ვარ, იმიტომ რომ საინტერესოა მენტალური ჯანმრთელობის წინ წამოწევა ამ პრობლემის. ჩვენს ქვეყანაში ამის დეფიციტი ნამდვილად განვიხილეთ და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი არის, როგორც აპლიკანტი და როგორც სტუდენტი და ასევე ექთნები, რომლებიც დღეს მოვიდნენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი გამოცდილება მივიღოთ, ახალი უნარები შევიძინოთ, მით უმეტეს ფსიქიკურ ჯანმრთელობის და მენტალურ პრობლემებთან მიმართებაში. მენტალური ჯანმრთელობის ახალი კლინიკა ერთდროულად პასუხობს ორ მნიშვნელოვან საჭიროებას: მზარდ მოთხოვნას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე და ქვეყანაში ექთნების დეფიციტს. კლინიკა ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის 17 ნომერში მდებარეობს.